გორში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირებისთვის დაკავებული 6 პირიდან ერთ-ერთი მათგანი არის უშუალოდ იარაღის უკანონო შეძენა შენახვისთვის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ბრალდებით დაკავებული, დანარჩენი 5 პირი კი ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული, როგორც გაირკვა სისხლიან დაპირისპირებას წინ უძღოდა ფიზიკური ანგარიშწორება ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის, რომლიდანაც ერთ-ერთმა მოგვიანებით შურისძიების მოტივით დაიბარა მეორე ჯგუფი კომბინატში შინდისის გმირების გამზირზე, სადაც უკვე ეს სისხლიანი მოვლენები განვითარდა. ადგილზე ჩვენ თვითმხილველებს ვესაუბრეთ, რომლებიც აცხადებენ, რომ 10-ზე მეტი 20-მდე გასროლის ხმა გაიგეს ადგილზე და ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ არის არასრულწლოვანი, მას ჰქონდა დაზიანება, გამჭოლი ჭრილობა ფეხის არეში, ორი დაზარალებულია, ორი დაჭრილია სულ ამ საქმის გარშემო, მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში. ჩვენ ინფორმაციით ერთ-ერთ მათგანს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და მათ სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება, თუმცა გუშინ აღნიშნული ფაქტის შემდეგ სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ იმის გამო რომ საქმე შეიარაღებულ თავდამსხმელთან იყო, ადგილზე გამოიძახეს სპეცრაზმი, სპეციალური დანაყოფი, რომელმაც ერთ-ერთ სადარბაზოში დამალული ბრალდებული დააკავა მოგვიანებით. აღნიშნული სისხლიანი დაპირისპირების გამო ადგილობრივები არიან შეშინებულები, აცხადებენ, რომ უკვე გარეთ გასვლის ეშინიათ, მით უმეტეს ბავშვების გარეთ გაშვების, რადგან დღე არ გავა, რომ ამ მსგავსი ტიპის სისხლიანი გარჩევები და სროლების ხმა არის მოდეს ქალაქში. თავდაპირველად მეგონა რომ რაღაცის რაღაც პიროტექნიკა დაბადების დღე რაღაცას ისურიან ხოლმე ეს მეგონა, მაგრამ რაღაც ჩოჩქოლი შევიგრძენი, ფარდაც გადავწიე უკვე რომ სინათლე შემოვიდეს მეთქი და მე რო ჩოჩქოლი ვაიმე ეს სროლესო გამოვიხედე და მე მივიღე ინფორმაცია, გარეთ ვერ გავედი ჩემი სიტუაციის გამო და აქ გამომლელი ახალგაზრდა პატარა ბიჭია, მანქანაში ჩასხრილესო, რავი, ორმაგი ისა ხო მოხსეო, გამჭოლი ჭრილობა. ამ ადამიანებს დაუვარდათ ეგრეთ წოდებული ბიტები, ამითაც იყვნენ შეიარაღებული, ამ მანქანით ყოფილან მოსულები, როგორც მოსახლეობა ამბობს, და მათი სახლის აივანი სისხლით არის მოსვრილი. ანუ სამწუხარო არის ის, რომ დღე არ გავა, რომ ასეთი უბედურება არ გავიგოთ, უკვე ეს ქალაქი კრიმინალურ ქალაქად იქცა და ხელისუფლება იმის მაგივრად, რომ მართლა რამე ღონისძიებას აკეთებდეს, თავისი PR კამპანიით არის და რუსების ინტერესებს ატარებს და გვასაღებენ ვითომ მშვიდობას. ეს მშვიდობა არ არის. აი ესეთი რაღაც ხდება ყოველდღე ჩვენს ქალაქში და ალბათ ძალიან რასაც ვიგებთ და რასაც ვერ ვიგებთ, კიდე სხვა თემა არის. აი ესეთ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება. სისხლიანი ანგარიშწორებისთვის დაკავებული 6 პირი ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მას ბრალი უახლოეს საათებში უნდა წარუდგინონ და უკვე ამის შემდეგ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე უნდა იმსჯელოს გორის რაიონულ მოსასამართლომ.